ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტებს, რომელიც განხორციელდა ჩვენი დაფინანსების მიერ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტები, ადგილზე ვნახოთ ყველა ის როგორც მეწარმეები, ასევე ფერმერები, რომელსაც აქვთ ხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ვნახოთ რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ რა შეიძლება კიდე მეტი დაჭირდეთ სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება კიდე უფრო მეტად განავითარონ თავისი პროექტები და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ როგორ შეიძლება რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად შეიკრას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის უკავშირი წარმოებლებს ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს პროგრამები, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო სექტორი, ზუსტად ასეთი კომუნიკაციით და ასეთი ურთიერთობით არის შესაძლებელი და ამისთვის აუცილებლად ჩვენ რეგიონებში გავაგრძელებთ შეხვედრებს, აუცილებლად თითოეულ რეგიონში შევეცდებით, რომ მაქსიმალურად სრულად შევძლოთ როგორც წარმოებების, ასევე ფერმერებთან შეხვედრა, ფერმერთა ჯგუფებთან შეხვედრა, რადგან მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება რომ კიდევ უფრო მეტად დაუდგეთ მათ სახელმწიფო გვერდში, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებს ფერმერებთან, წვრილ და მსხვილ მეწარმეებთან შეხვედრებს. დღევანდელი დღესაც სწორედ შეხვდა ფერმერებს და მეწარმეებს, რათა უშუალოდ მათგან მოესმინა ის გამოწვევები, რათა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროექტები უფრო თანმიმდევრული ყოფილიყო და მიზნობრივად ყოფილიყო მორგებული მათ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება პირდაპირ და მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მევენახეებთან, ფერმერებთან და მეწარმეებთან, რათა სწორედ ისინი არიან ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საყრდენი. ჩვენ როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტი ინტენსიურად ვახორციელებთ გასვლებს რეგიონებში. ამ გასვლებს აქვს ორი ძირითადი მიზანი. პირველ რიგში რომ მოვისმინოთ უშუალოდ ჩვენი ფერმერებისგან და სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული მეწარმეებისგან ის პრობლემები, რა პრობლემებსაც აწყდებიან, ასევე შევაფასოთ მათი მუშაობა.